Firpaso მეგობრებო, დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა ცნობილი ჟურნალისტი, ყველასაც საყვარელი ადამიანი, მივესალმოთ დათო ლიკლიკაძე. გილოცა ახალ 2021 წელს დღეს 1 იანვარია და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო დამებედოს მე, იმიტომ რომ შენ ვიცი რომ აი კაი ფეხბედნიერი კაცი ხარ. კი. ხო და კაი ტანფეხი მე ადრე მქონდა. სანამ გავსუფრებოდი. ტანფეხი კარგი გაქვს. მე ვილოცავ მთელ საქართველოს, ძალიან მიხარია რომ 1 იანვარს სწორედ აი ამ სტუდიიდან მომეცა საშუალება მივულოცო მთელ საქართველოს ჩვენს მაყურებელს და ძალიან ბევრი გვყავს რომ იცოდეთ მაყურებელი. ნახე შენ ხო ყავს და ყავს საერთოდ და მე მაგალითად ხულოში ვიყავი, ამას მთელ ზემოაჭარას მოვყევით და სულ ვანო შოუს ფრაზებით მეცალმებოდა ხალხი. მოხუცი პაპები, ისინი თუთუნს რო აშრობდნენ და ფრაზებით მელაპარაკებოდნენ სულ ის არა კი. საიდუმლო შენახვაზე როგორ ახარ და ბაბუები ესე მეძახდნენ ხულოში. და ისე გამიხარდა რომ ეხა სადაც ასე შერა პოპულარული იქნები ხო? ანუ ისე ჩემ გადაცემაში მოსვლა ძალიან გიხარია. კი, ყოველთვის მომიხარია. მიირთი ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. რა ვიცი, ცოტა ისეთი ახალი წელი გამოვიდა, ნუ არ იყო ეს 2020 თლათ კაი წელი, რო გითხრა. მაგრამ იუმორისტის კარგი იყო. იუმორისტის კარგი იყო, უბრალოდ ეს კორონები იყო ძალიან ბევრი. დიდი დოზით. ეხლაც არის კი პრინციპში, მაგრამ 2021 წელს აღარ უნდა იყოს. ხო, აღარ იქნება, მე ძალიან იმედიანი კაცი ვარ, ზუსტად ვიცი რომ აღარ იქნება და იქნება ეს გულწრფელი შეხვედრები, სტუმრობები, გადავეხვევით ყველა ერთმანეთს, არა საერთოდ მომწყინდა ეს Zoom თამადობა. იმიტომ რომ ქეიფობთ ასე მეგობრები ინტერნეტით და ვარ Zoom თამადა. ეხლა რატომ მომწყინდა? გან არ მისმენენ ამ Zoom-ში. ასე ლეპტოპს გავშლით და ამერიკიდან მეგობარი კვიპროსიდან, იმიტომ ქეიფობთ თუ რა არის, ამ Zoom თამადა რო ხარ შენი პურმარელით ქეიფობ და შენი ღვინით, ეს აცუდი. აღარა ისუფრები. აღარ არის, სხვა ისუფრები. თამადათ რომ მიდიხარ, აღარ შენი ღვინო ყვავნადალიო კაცო. ხო, კი ბატონო. და პირბადეებით არიან ყველა და ისე არის უკვე. პირბადეებით ეხა ის არა ქვია სახში ეხა როგორც წესი პირბადით შევდივარ ხო და მერე ვიხჯერ აბაზანაში შევდივარ ვიხსნი ვიბანხელებს ვიცავ რეგულაციებს და ერთხელაც რაღაცა ისე შევედი პირბადის გარეშე სახში ხო და დამინახა ჩემაშვილმა და ვერ მიცნო გაუცინე ბავშვ და რომ მორთო ღრიანი ბავშვ გავიკეთე ეგრევე პირბადე და მამა რაღაცა რა ვიცი აი ბევრი ამბები დაიყარა. კი, აი ქუჩაში მაგალითად შემხვდა ეს ნაცნობი, ძალიან კარგი ადამიანი და გულწრფელად გაუხარდა რო და მინახა და წამოვიღეთ ხელი და წამოვიღეთ. აპ და მიძახა. ხო და ეს ხელი უხმოდა გაშლა, შემოხვდა მუჭი და უკაცრავად. ხო და ეს მუჭი. ხო და მივარტყი მეც მუჭი და მე მოიხსნა პირბადე და გადამკოცნა. ასე დაიწყო. რა მაგარია. პირბადე კაც თემაა ეხლა ვის არა ქვია ქუთაისში მე ხო ჩემი იუმორი ხო ისა ძირითადად ხალხს უსმენ მე და იქედან ვიღებ ასე. ვიღებ და ვიღებ მადანივით და ორი ქალი საუბრობდა ისაო რა ქვია პირბადე რა არის პირბადეო პირბადე არ შემოუტანია ოჯახში წასთან ზღავდნენ ახალ გზას პირბადეც კი არ მოუტანია ოჯახში აბა ეგ ქალია ეგა ბაშორის კიდე ასე სხვა ქალების საუბარს შევესწარი ისეთ ყვაყოფილი იყვნენ რომ ისაო ვაი რა ვატყვილა დახარჯაო ფულიო ისაო მეზობლის ნანუკამო მეზობლის გოგომო ეს ტუჩების დაბერვაშიო 300 ლარი გადაიხადაო და ტყუილა რატო ახლა პირბადის ტარება ქუჩაში გახდა სავალდებულო რაღაცა მეორე დღეს ერთ დღეს ჭორავდნენ ამ იმას და ეს მეორე ტალღა რო წამოვიდა ცოტა მეჩევშინდი და ესა დავიწყე ისევ ფულის დათვლა პინცეტით ისა არა და ქეშს რო კიდევ ხელს აი ამ ზგავს სიამონება არ არსებობს ჩემთვის არ არსებობს ფული კაი ეს ხელს რო კიდევ რაღაც აი ბოლოს დაუწყე რაღაცის დასხმა და ისა და გეშირია და პინცეტით იღებ რაღა თუ იფულს თლასა ეს აქ ესე იგი ახლა მე გამოთქვა რო იყო ადრე რო ახლობისგან ფულს არ მოვკიდებ ხელს ისე გერგათ მოვკიდე მე მიყვარს ფული
ხო არა და რო არ მოკიდო ხელი არის ასე ხო ახლობის გაფუს ვერ მოკიდებდა ხო იცი ქუთა იბერეთში იციან ისა ჭიდავი და რაღაცა და ახლა უკვე ხალხი ისია გაფუჭებული შეიძლება გითხრას რომ კაი მას ჩემზე იყოს ჩემზე იყოს ტყუილი გამონათქვამი არ არსებობს დიდი ხედა აი ჩემზე რა იყოს შენზე არ როდის მე ჩემზე იყოს ეს ძალიან ტყუილი გამონათქვამი დამატების აი დღეს ასე ჩემზე იყოს ან იყო ერთი ვის მიუტანია მე 6 თვის მერე დამატების ვიყავი ხელსარიელი და ჩემზე იყოს ისა ეს ხო ეს როგორც ეს არის ხო ჯობია რომ მოგიდე ხელი ინწო ჩი რასაც გაძლევენ არა მე ჩემზე იყო კაი ახლა არა მაგდა ჩემზე იყოს და იდი და ელოდე ახლა როდის არის როდის რას მოგიტას ეგ ესე იგი დათო შეძითად მოდიხარ ჩემთან გადაცემაში ზაფხულის დასაწყისში გაზაფხულის დასასრულს ეს არის იქ ნაყიდი გაქვს ერთი დღე კი გამიკვირდა ის ამ სახათო დამპატიჟე ის ხო რომ ფულს კი არ იხდი მაგრამ ნაყიდია ნუ მაგას მეუნები ჩემზე იყოს მე მართლა ჩემზე ხო მაგრამ აი ახლა 1 იანვარს ახლა რატომ მოგიწვია იმიტომ რომ ზოგადად ეს სტუმარს ესე ხშირად არ ვამეორებთ ხოლმე გადაცემაში მაგრამ შენ ხარ ერთადერთი გამონაკლისი დიდი მადლობა მინდა გითხრა იმიტომ რომ გამონაკლისი იმიტომ ხარ რომ ზოგადად ჩვენ დავიწყეთ ესე ტრადიცია უკვე სადღაც უკვე მეორე წელია ეს ტრადიცია გრძელდება გვინდა რომ აი რაღაცა გქონდეს ხოლმე წლის სტუმრის სტატუსები მივანიჭოთ ადამიანებს რა ხო და ეს წლის სტუმრის სტატუსი ანუ რო გადავხედეთ მე გვაქვს ეჭისყრა ვავლენთ ვინ არის ჩვენთვის წლის სტუმარი ხო და კომპანია ზარაფხანა ვაიმე დაიცა ბენდი შეიძლება ოქროს ვანო ეს გადაეცემა დათო ნიკლიკაძე მართლა ძალიან დიდი მადლობა. ამას მართლა არ მიფიქრე ახლა ვიფიქრე რომ სახესო გადაცემა თან ისე მithეს პროდიუსერებმა რომ რაღაცა ბევრი ადამიანი ჩამოყავს, ვისაც კარგი ნომრები ქონდა. ამას ნამდვილად ოქროა ხო ეს თან? ო, ოქრო. აუ რა მაგარია. ესე იგი, დათო, ძალიან საინტერესო, ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი პრიზია და ან გამიხარდა. აქვე მინდა ზარაფხანას გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა და გითხრათ რომ ზარაფხანა არის უმაღლესი ხარისხის სამკაულების და ავთენტური სუვენირების წარმოებელი კომპანია. ნუ ქართული ოქრომჭედური ტრადიცია აგრძელებენ 1939 წლიდან, აი ესეთი ამბავი. არ ეთყობა? ხო, ადამიანს რომელსაც ვარჩევთ, ის ადამიანი მართლაც უნდა იყოს გამორჩეული იმ წელს და ნუ შენზე გამორჩეული პირდაპირ კარგი სტუმარი ყავდა ამ წელს, წინა წელს, მაგრამ გამორჩეულად შენ იყავი. ეს პრიზი მარტო მე არ მეკუთვნის, ხა? მე მინდა მადლობები გადავიხადო. ეს პრიზი ეკუთვნის ქუთაისელ მარშრუტკის მძღოლებს. ეს პრიზი ეკუთვნის ქუთაისის აგრარული ბაზრის ყველის გამყიდვლებს. ეს პრიზი ეკუთვნის დედა ჩემს თამილა კლდიაშვილს ნამდვილად, იმიტომ რომ მათი ისტორიები იყო სწორედ ვიც მოჰოპოვებინა მე ამხელა ოქრო ვაიმე დედა მართლა რამხელა და რამ სიმძიმეა მართლა ეკუთვნის დედას იმიტომ რომ პატაშორის ყველის გამყიდვლებზე ხო დედას ნამდვილად ეკუთვნის ყველის გამყიდვლებზე ისა ოღონდ მართლა ისა მაშინ რომ მოყევი ყველზე ხო ყველზე რომ მოყევი მარილიანი იყო კი ბატონო ისტორიები ისა მე რაღაცა 2-3 კვირის მერე ყველზე მივედი ხო ყველის გამოდელოს ქონა თავისთავად ნანახი და თელ ბაზარს ეს გადაცემა და 3 კილო ყველი მაჩუქეს ვიღაცამ 1 კილო ვიღაცამ ჩამონაჭრელიც ხო და იგი ჩავადებინე ჩადეთ ყველა 3 კილო მე ავწონე სახში 3 კილო ყველი გამომატანე სახში სხვა შორის ყველი მომიკითხა რამდენიმე თვის უკან ვიღაც ქალბატონმა რომელიღაცა სოფლიდან რომ ესო ვანო შოუში ვნახოთო და აი ნამდვილი უმარილო ყველი ოღონ არც სახელი დატოვა ამ ქალმა არც ტელეფონის ნომერი და აქვე ვეთქვი მადლობას გადასარევი ქალბატონი იმანა ძალიან რაღაცა ბევრი ერთი სულგუნიც იყო სხვა შორის სულგუნზე არ მომიყოლია მაგრამ ჩადო მაინც კარგია და ერთი კაცი კიდე ბაღდათიდან ჩემი მეგობრის ბიცოლამ გამომიგზავნა ყველი უყური ასე დათოს გადაცემასო და ახლა რას მიგობ იცი ბავშვისთვის ჩვენ ყიდულობთ კვირაში ერთხელ მაინც საუკეთესო ხორცს გაძვიდეს ხოთი 40 წელზე ავიდა
არც ამაკ არაფერი ჩამოტანილი ხუმრობები ხორცე. ის ყველის რო გადავაკეთოთ ძველი ხუმრობი არ შეიძლება. ხორცე. ერთი ორი უნდა გადაგეკეთებინა ხორცე. ყველი გადავაკეთო ხორცე. კაი, ახალი ხორცი გექნებოდა სახში გენახო. ძალიან კარგი იქნებოდა. მოკლედ, მაგრამ იცი რა არის, რომ დავაკვირდი შე Facebook-ზე სულ რეკლამებს აკეთებ, ბევრი სულ აკეთებ რეკლამებს, ბარბარობას გილოცავთ, იმას გილოცავთ. გაჩერდა ყველაფერი, ვერცად ვეღარ დავდივარ, ტურიზმი გაჩერდა, თეატრი გაჩერდა რა და ესა ვიყენებ ახლა ამ ჩემ ცნობადობას და ავამუშავე უფრო ეს ონლაინ ეს ინფლუენსერობა და ძალიან ბევრი რეკლამა, ძალიან ბევრი ბიზნესი, სხვა შორის ისეთი თავმოყარე ბიზნესი, ძალიან ბევრი ისეთი ცნობილი აქაც როა, რა თქმა უნდა ხო უფასოდ არავის არ გამოვაცხადებ, ხო, არც იფიქროს ვინმე. ამას არც ვერ გამოაცხადებ და არც თქვენ დაუშვებთ და არავის ნაკლებად არ უნდა არავის ისა რეკლამიდან შემოსავალი. ხო, მესამ და ეხლა და განსაკუთრებით მომწონს აი სადღესასწაულო. ეხლა მაგალითად ბარბარობას სახელმწიფოდ ძალიან ბევრი რამე მომივიდა. ბარბარობას მაგალითად საცხობებმა ლობიანები გამომიგზავნეს. ვიღაცა საცხობმა ლობიანი, ვიღაცამ რაღაცა ისა, ვიღაცამ შაურმა და დავდგები ეს ახლა კაცი ხან ლობიანს დავიგებ ხელში გადავიღებ სურათს ხან შაურმას ხან იმას ვარ ერთად მოშ და იმდენი ლობიანი მომივიდა. ბარბარობას სახშინე ლობიანი დიდრები ჯგუფში დამამატეს არის ესეთი ჯგუფი Facebook-ში უკიდურესად დიდრები ამ ჯგუფში დამამატეს როგორც მდიდარი რა კაია დიდრები ჯგუფში ერთი მოსავლე მყავს ყოფილი ახლა ისა ბანაკებში ჩემი მოსავლე იყო თათია თურმანიძე ახლა რატო დავასახელე ესე იმიტომ რომ გვარს აქ მნიშვნელობა რასავწყები ძალიან კაი ბავშვია სხვათა შორის თუ რაიმე ისეთი კონკურსი იყო თბილისში სატელევიზიო ისეთი წიგნთან დაკავშირებული ყველა მოგებული აქ ნიჭიერი ბავშვია ძალიან და მომწერა რომ ისაო ბატონო დავითო ყველა რაღაცას ჩუქნო და ჩვენ გვინდაო ჩვენი თურმანიძისო ტრადიციული მალამო გაჩუქოთო ეს დამწრობის მალამო როა თურმანიძის ეს ძალიან ცნობილია ხა ხო რეკლამაში არ ჩამოთვლება დავით აღმაშენებელს უნგუნალეს მაგით თავის დროზე ასე რომ ძალიან დიდი ისაა ცნობილი თურმანიძის მალამო და ცოტა კი შემომეყარა ხა გულზე თურმანიძის მალამო რა თვიდა შვილო მე ვთქარ იჭმება თქვა იუმორში მიიწევდა და ხო ისიც არ დამჩა ვალში არა ბატონო და თუ არ იჭმება მაგრამ დამწვას გეძახიან და ბატონოს გადაისვა მის გადახარ ეგაი გადასარევად მომიხია ისა პასუხი და ამასინათ კიდე ერთმა ქალმა მომწერა ეხლა როგორც ჟურნალისტი და ამ ტელევიზიაში რომ ხედავენ ხო ყველას გონია რომ მართლა ყველაფერი ვიცი ან ჯგუფ მომიკითხება მართლა და ისა რაებს აღარ მეკითხებიან და წეს ერთი კალბატონი რომ ბატონო დავით ისა რა ქვია თქვენ როგორც ჟურნალისტი ჟარონა როგორ არის ქართულადო ჟარონა ვერ მივხვდი მე დავგუგლე რაღაც არა აქვს მართლა არა აქვს რაღაც ესე თქვა რაღაც უცხო სიტყვები რომელსაც ისა რა ქვია ხა ვიოლინოს ხო ვერ თარგმნია ხა უცხო სიტყვაა და კიდე დააპირა ერთმა ჩემო კოლეგამ ყელფანდურა დავარქვათო მაგრამ წამოესიენ მე ისა ხა ყველა სიტყვას ვერ თარგმნი რა თქმა უნდა ხო და ისა ჟარონა მეთქი ისა თქო რაღაცა ალუმინის რაღაცა ღუმელის სინი და რაღაცა ნუ არ გამოდის ის რაცაა ჟარონა და გადავატრიალე თელი აკაკი და მზექალაშანიძეები სულ ყველა და ნუ ისა მეთქი ისა არ ვიცი მეთქი ჟარონა საქმეა ქართულად თქო და ხო რატო გეცოდინებათ გამზადებული მოგდით ყველაფერი სახში ჟარონა რა ყველა ლობიანებს და ხაჭაპური გამზადებული მოგდის კი ყველაფერი რადგინა ჟარონა ესე Facebook ჯგუფებში ხარ ესე ბევრი ჯგუფში Facebook ჯგუფებში ვარ და სადღაც ხო სხვათა შორის არ ვიცი რატო ამ ბოლო დროს დამამატეს ბოზები ჯგუფში ესე ქვია პირდაპირ ხო და მომწერა ჯერ ადმინმა ბატონო დავითო გვინდაო ბოზები ჯგუფში დაგამატოთო ხო და მე რატო უნდა დამამატოთ მე ვთხარი გენაცვალე ეს რა ქვია მიკროფ ახლა შეიძლება ჩათლახი გიგონი ვარ მაგრამ ახლა ეს ბოზები ნამეტანია მე რა შუაში ვარ მე ვთხარი ბოზი ვარ ხო არა ბატონო დავითო როგორ გეკადრებათო უბრალოდ კარგი იუმორი გაქვთო და გაგვახალისებთო ხანდახანო ხო და სხვა შორის გამომაგდე ძალიან მალე იმ ჯგუფიდან არ ვიცი რატო ისა მანამდე დავწერე რაღაცა წიგნების თაობაზე რომ წიგნების თარო და რაღაცა წიგნებს დავწერე სტატუსი და 16 ლაიკი ქონდა ხო და მე დავწერე ბოზების ჯგუფიდან გამომაგდე თქო და 3500 ლაიკი ქონდა ხო და ხა პატარა თუ აზრობ ადამიანი უნდა მიხვდი ახლა წიგნს უნდა დააწვე ცხოვრებაში თუ რა
აგორი ძაცის არ დაინტერესა წიგნზე რომ დავბეჭდე. შენი პირდაპირობა ძალიან მიყვარს, ძალიან, აი ხალისო. ესე იგი პირდაპირ არც არა კომპლექსი გაქვს 0. მაგამ ბავშვი. ის საშორის ის ამას წინათ ერთ-ერთი ტელევიზია თქვენი კოლეგები ერთ-ერთი ტელევიზიის დამირეკეს რომ ჯგუფიო ჩამოვაო გადაცემა გვაქო დილას დათო ლიგვიგაძის დილის პროგრამა იყო ისა როგორ ამზადებს ყავას დათო ლიგვიგაძე დილას ან ჩაის რა ვიცი რასაჩვევი დილას ოდნე კი მე ვქარ ყავას სვამ დილას რაღაცა ხო და ისა მოვიდნენ ეხლა დაავდგით ეხლა ისე აი ამ დილის პროგრამებში რო არის ხოლმე კარებს რო გააგებ და ვაი მე მობძანდით ამ დროს ერთი ოპერატორი უკან როკავს უკვე სახში ხო და ოჩასაგა პეტრიჩკა რო გაქვს მიმაგრებული თეთრი მაისური მაცვია და ახლა მე პეტრიჩკა მიკროფონი მიმაგრებული შავი თავისი ისა რა ქვია შავი ხო და ვაი მე მობძანდით დილა გამიხარდა რაღაცა თამაშობ ვარ ერთ ამბავში ხო და ისა და ეს ბავშვი ახალგაზრდა ისა რა ქვია წამყვანი ვინც არის ხო და აი რაღაცა თავიდან წერს სტენდაპს და აი მოვედით ქუთაისში ყველაზე გუმხურვალე მასპინძელი ყველაზე ხელგაშლილი მასპინძელი ვინ თუ არა ქუთაისში ვინ უნდა დახვდეს ქუთაისში სტუმარს თუ არა დათო ლიგვიგაძე ერთი წუთი შვილო მეუთხარი შენ ნამდვილად შედა გამოგდი ხელგაშლილი ყველა ქუთაისში ყველას ხდება სადგნახა ყველას მასპინძელი არა მართლა შევეჯდი მე თქვი მართლა სხვა ხوار გაუჩეს ებოში ვინ დაუწერა ეს ხელგაშლილი აი ძალიან საინტერესო დედა როგორ არის დედა მადლობა კი მოუხადე მაგრამ რო არ ვახსენო შეიძლება გულიც კი მოუვიდეს დედა თვეში ერთხელ ასე ჩამოდის და ერთხელაც ახლა ამას წინათ გამომეცხადა აი რომელი პერიოდია იცი აი ეს პოლიტიკოსები რო ელჩებს ხდებოდნენ მოლაპარაკებები რომ იყო ხო რამდენიმე კვირის წინ და ჩამოვიდა და ძალიან საქმიანი სახით შემოვიდა რომ ისა დაინტერესდა რატო ვარ ასე გამხდარი გადაწყვიტა არ ვიცი ეს დედების იგი თუ ჭამს საერთოდ თუ არის ჩემს რაციონში ხორცი ყმელი თუ ვიღებ ძის ნაწამს რაღაცა ხო კიდე და აბარადე და ვეუნები აბარადე ამ დროს ტელევიზორია ჩართული და გამოდიან ელჩებიდან მოსდემე ჟურნალისტები გამოვიდა ჯერ გრიგოლ ვაშაძე მერე გამოვიდა გიორგი ვაშაძე მერე გამოვიდა ისა რა ქვია ხაზარაძე მერე გამოვიდა ელისაშვილი ხო და უყურებს დედა ჩემი და შენ აღარ თქვა ხარ ასდროს სატელევიზიო შოუებში ლამაზი არა ვარ ამ გეზე ლამაზი აღარ ხო იცი დედას ყოველთვის ლამაზი გონია თავისი შვილი მე ძალიან ლამაზი ვარ მე ძალიან ლამაზი ვარ დედა ჩემთან დაკავშირებული ერთი ამბავი კიდე ისა ეზოში კორპუსებში როცა რაღაცა გავედი და ბავშვი აივნიდან რაღაცა ესე გამოთქმით სატელევიზიო დაყენებული ხმით რომ დამინახა დაიწყო ბავშვმა რომ კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ რაღაცა ხმით და გავხედე უცებ ბავშვს ტელევიზორის ენით მელაპარაკება და შერცხვა და ჩაიმალა იქვე ქოთნის ყვავილებში და რაღაცა გამახსენდა ჩემი ისა ბავშვობა იმიტომ რომ აი ვის რა ისა აქ ახლა ხო ჩვენი გამოწვევა იყო მაშინ მიტინგები და ზვიადი და ისა და მახსოვს ისა საბჭყის სასაფლაოსკენ პროცესია რომ მოდიოდა შევარდებოდი ასე მოკლე შარვით აემით და ზვიადი რაღაცა მიტინგი მეგონა და ხო და ისა დავპოსტე ამაზე ამ ამბავზე და ისა და გამომეკიდებოდნენ ეს კარაკულის მშუვებს ჩაცმული ქალები და ისინი ვინა ბინძური ბავშვი გადაჭენდა ხედა შეუპალო გაუმაგდერეთ იმ პროცესიდან იმ წუთში და ეს რომ დავპოსტე ძალიან დიდი ის მოყვა გამოხმაურება რაღაცა და მეზობლის ქალი ეუნება დედაჩემს საფიჭხის მეზობელი ანუ ზევით რომ ისა ვაიმეო დათომ რამდენი გვაცინა წაიკითხო არაო რაო ხო ვაიმეო ისა ვისი ბინძური ბავშვიო გააგდეთ აქედანო იცინის ეს ჩემი მეზობელი და ერთი სამჯერ გაუმეორა ეს ბინძური ბავშვიო და ხო და ვითომ ახლა სხვა რამე არ ხდებოდა იმაში იპოში ხო და ხო აპელირებს ამ ბინძურზე ხო და დედა ჩემი ეუნება კი მაგრამ ხა ჩემი შვილი ბინძური რომელ ასაკში იყო ერთი ძალიან მაინტერესებსო ხო და როდის გამოდიოდა ქუჩაში ბინძური და დაუბანელიო და არა თამილა თვითონ წერს ამას თუ არა მე კი არ ვიძახიო კაცო ახლა ამაზე ხო ალბათ ისა ხიზილალით რომ მოითხუპნებოდა და გამოვარდებოდა ქუჩაში იმას გულისხმობდა ალბათ ჩარტა მაინც დიაშვილური თავისი ალბათ იმას გულისხმობდა თუ არა ბინძური ჩემი შვილი ოდის აი ქუთაისური ამბები რამე
ამ ახალ წელს გაუხარდება ხალხს სიამოვნება. მაიმე ქუთაისური ამბები, ისა ძალიან ესე სხარტი ახლა ანეკდოტია რა. სხარტი რაღაცა მოვისმინე ქუთაისში, ისა კაცი ეუბნება კაცს რომ საო პომიდორი თუ გიყვარსო და პომიდორი საჭმელა დეუნებე საჭმელა დაბა პომიდორის დედა ისე რატო უნდა გიყვარდეს აი სვა რა მიზეზი თუ გიყვარდეს პომიდორი ამან ეს საჭმელა რაღაც არ უპასუხა პირდაპირ მოკლედ ესე იგი რა მაგრამ გიდობას მაინც არ ანებებ თავს აი 1000 დელეგაციები ყავს მაინც გიდობა ეხლა ნუ საზღვარგარეთ ვერ დავდივართ მაგრამ შიდა ტურიზმის ხო რაღაცა სითი ტურებს და იმის პატარას ვაკეთებ ისა სხვათა შორის მიტროფანე ლაღიძე, ვინც ეს ლაღიძის წლები გამოიგონა, მოგეხსენებათ ეს ქუთაისში მოხდა, ძალიან დიდი ხანი გვეგონა და ქუთაისური ეს. ხო, რას ლაპარაკობთ? აბარა, ისა ლაღიძის წლები არის თბილისის კოლორიტი, ამას ყველა გეტყვით, გააჩერეთ, მაგრამ ბევრმა არ იცის, ეს არის ქუთაისის. ქუთაისში მიტროფანე ლაღიძე იყო ქუთაისელი, ქუთაისში გამოიგონა თავისი წლები და აკა მორჩილაძეც ძალიან ლამაზად ეს თავის ერთ მის ნაწარმოებში, რომ სწორედ ლაღიძემ დააგორა კასრებიო თბილისის ქუთაისიდან თბილისისაკენ. და ეს ძალიან ცნობილი ამბავია, ხა მე ამის სასამართლოსაგან აქ ჩამოსული არა ვარ. ხო და ეს მიტროფანე ლაღიძემ გამოიგონა ნომერ 4 აფთიაქში. მე-19 საუკუნის აფთიაქი, რომელიც დღემდე არსებობს. აფთიაქში გამოიგონა ეს ხო, პროვიზორი იყო თვითონ და თვითონ გამოიგონა ეს ისა. ხო და პროვიზორმა და მე გააკეთა უკვე ლიმონათების ისა რა ქვია, მაღაზია თუ ქარხანა თუ რაცა. ხო და ისა და იქ მიმყავს ხოლმე შიდა ტურიზმის დროს ქართულ ტურისტებს აინტერესებს უცხოეს არ შეაინტერესებს ლაღიძის წლები, მაგრამ ისა თბილისიდან მოდიან ვიღაცები ღვინის ტურია რაღაცა ყოველთვის მიმყავს ხოლმე ვაჩვენებ. აი სწორედ აქ თბილისული კოლორიტი აქ გამოიგონა, მაგრამ ნახარ რა ხდება, რატო ყვები ამ ხელეს შესავალი, რატო გავაკეთებ. ისა ის ნომერ 4 აფთიაქი სინამდვილეში არსებობს. ხო. ოღონდ ეს არის ბაზრის ქუჩაზე, მაგრამ ისეთი ცუდი სიტუაცია გადასაღებად, ხო, ჯერ ესეთი იქ გარევაჭრობა, რაღაცა პომიდორები, კიტრები აწყვია მაღაზიებს გამოტანილი, იქ ფაზათი არ არის რა, მე-19 საუკუნე არ იქნება, არის სულთა სავაჭრო სიტუაცია და არა ესეთი ვერ მიყავს ხალხი. ხო, სვეცკური როგორც ქუთაის გვეკადრება და ამიტომ არსებობს კიდე ერთი აფთიაქი მესამე სკოლასთან, ქალთა გიმნაზიასთან არსებობს აფთიაქი, ისიც მე-19 საუკუნის ულამაზესი შენობა, მართლა სასწაული, ხო, დღემდე ისიც და იქ მიმყავს ხოლმე, უფრო ლამაზია კადრისთვისაც. ხო და ანუ იქ ლაღიძე იქ არ არის გაკეთებული. არა, მაგრამ ახლა ამის შენობა ხო ახლა სიტყვაზე რო გეუბნები რომ ქუთაისთან აფთიაქიდან და ფასადი სატელევიზიო და ის სტუმარი ნახავს, მიჩვენე კარგი ნახოს, ხო? და რაღაც ახლა კარტოფილებს გადავახტე და მადრიჯანს და იმას გადავახტე, ისე მივიყვანო, სტუმარი და ტელევიზია, მიჩვენე ლამაზი ქუთაისი ვაჩვენო. ახლა პირველად რომ მივიყვანე ტელევიზიაში ნახეს ეს მეორედ, მესამედ, ამათმა ჯერ კი გაუხარდათ თავიანთი სახლი, ერთხელ გამოჩნდა, ორჯერ გამოჩნდა, სამჯერ გამოჩნდა და ისა მე სახში ცხოვრობ. ხო, ვიცი სახში ცხოვრობს ის კაცი და მოვიდა მე ნახა სამსახურში და ისაო გეხვეწებიო რაო, ლაღიძე სინამდვილეში აქ ხო და არა მე-4, მაგრამ მინდა რომ თქვენი იგი პოპულარიზაცია გახდეს როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ესეთი თქვენი სახლი, თქვენი ისა რომ თითქოს აქ იყო არ მინდა შენ გენაცვალე დამანებე თავიო რაშია მე-4 საქმე რაშია აგერ ახლა რა ქვია სასტუმროს გაკეთება მინდა იქ აივნის მიშენება მინდა რაღაცის უკან დაშენება მინდა კიდე ერთი მანსარდის და ერთი სართულის და რო ჩავედი თბილისში და იმაში მანდო ლაღიძემო წლები გამოიგონაო კულტურული მემკვიდრეობაო ახლა მე-4 ამას მე ვიძახი მართლა კი არა მართლა იძახე შენ და დაგუგლა იმ ხალხმა ესახლიო და თუ რამე სატელევიზიო გადაცემა არსებობს და თუ რამე სტატია არსებობს ჩემს სახზე ამოვარდა ყველაო და დამანებე თავიშვილო თუ შეიძლებაო და კაი ნუ კი ბატონო მე-4 ახლა ცოტა კი გამიგვირდა ახლა კარგით მე-4 1-2 თვის უკან ქუთაისში სტუმრად ჩამოვიდა ფრანგი დიპლომატი საფრანგეთის ელჩი ბატონი დიეგო რომელიც ჩამოიყვანა ჩვენებური ევროპა გიორგი უშიკიშვილმა თქვენი ტელევიზიის გადაცემა ესა ჩამოიყვანა და ნუ იქ მე ვათვალიერებინებ ქალაქს როგორც მე-19 საუკუნის ქუთაისი რა აკავშირებდა დანარჩენ სოფლიოსთან 801 ვართ დავიწყეთ თეთრი ხიდით რაღაც იგი და ეხლა უნდა მიგიყვანოთ უძველეს აფთიაქთან სადაც მიტროფანე ლაღიძემ თავისი სასწაული ის მაშინ არ ქონდა გაქანება თორე დაახლოებით რაც კოკა-კოლა ამერიკისთვის რაც ჩვენი ქვეყნის ის არის ლაღიძე სწორედ ისა რა ქვია მოდით თქვენ ახლა მიგიყვანთ ადგილი და გაშლილი მაქვს თან კამერები ჩართული 3 კამერა მიღებს აი სწორედ აქ მიტროფანე ლაღიძემ ხო და აივანზეა ის კაცი. მე შევხედე ხელსაზე რო ჩობოდი. ხონა გამოვარდა იქ კაცი იქე და გამექანა ეიჭრა როგორ ჩანს და ელჩთან გასა. ელჩთან შემოვარდა კაცი და რა გინდა შეშობელწაღო რას შემომტენე ეს კულტურული მემკვიდრეობა. არ არის ლაღიძის ეს დედამო.
რა გადამეკითხა მოვედი გაგამხილე გთხოვე რა შემომტენე ეს კულტურული მემკვიდრეობა რა შემომტენე ეს კულტურული მემკვიდრეობა ვის სიკვდილი ხარ ვის სიკვდილი იყოს მაინცო ჯერ ხო აუ ძალიან მაგარია ესე იგი როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ დათო როგორც ყოველთვის ახლა ბედობა თენდება უკვე მე მგონი რა ვიცი ცოტა ხანი გაჩერდი მაგრამ რომ დაგვებედო აქ იყავი აქ იტრიალე სტუდიაში კი ვამთავრებ გადაცემას მაგრამ კარგი იქნება თუ შენ დაგვებედები უკვე 2 იანვარიც დადგება მალე მინდა წარმატებები გისურვებ აი ესეთი ჯილდოები ქონოდეს ძალიან ბევრი ცხოვრებაში ჯილდო თუ არა ლითონი მაინც ძალიან დიდი მადლობა მართლა საპატიოა ჩემთვის აუ თან რა ნამუშევარია რა მაგარი რაღაცა არა ამას მართლა ვერ გადავადნობ ისედაც კაცო სირცხვილი რა ცოტა ამბიციური განაცხადე ჩვენგან მაგრამ რადგანაც ეს გადაცემა ყველაზე ხნიერი გადაცემაა უკვე აქვს იმის უფლება რომ აი ესეთი პრიზები დავაწესოთ ხოლმე ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა ძალიან გამიხარდა ჩვენც დაახლოებით ამდენი წელი გამოდის 15 წელი უკვე ეთერში ვართ და ძალიან დიდი მადლობა ოქროს ვანო წელს გადაეცა ბატონ დათო ლიკლიკაძე დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო დათო ლიკლიკაძე მადლობა დათო